მოგესალმებით მეგობრებო, მე ისევ თქვენს წინაშე ვარ და მინდა რომ რამოდენიმე სიტყვით მოგიყვეთ KitchenBros-ის შესახებ. რას ვაკეთებთ, რა შვებით, სად ვართ, სად დავიკარგეთ, რატომ დავიშალეთ და ასე შემდეგ. თქვათ ბევრს გექნებათ ამის კითხვები და მინდა რომ გულწრფელად ვისაუბრო ამ პატარა ვლოგისებურ ვიდეოში. მოკლედ ჩვენ საკმაოდ დიდი ხანი გავატარეთ ერთად, მე მირიანმა და შაკომ. ჩვენი გეგმები და მიზნები თავის დროზე ემთხვეოდა, მე ისევ ემთხვეოდა და საბოლოო ჯამში ვეღარ დაემთხვა, ყველამ რაღაცა გზა ავრჩიეთ ცხოვრებაში. მე ახლა ვზივარ ჩემს კაფეში, რომელსაც ძალიან მალე გავხსნი. მირიანი საბედნიეროდ თავის ობიექტს ხსნის და ეგეც მალე გამოჩნდება და გამოანათებს. შაკო არ ვიცი რა შვება, დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ ვიცი რომ ის მუშაობს, თავის სფეროში დაბრუნდა და საბოლოო ჯამში YouTube-ი ცოტა ხანი გაგვიჩერდა. გაჩერდა. KitchenBros-ის არხი გაჩერდა. თუმცა ეს ვიდეო იმის მანიშნებელია, რომ KitchenBros-ის არხი სამუდამოდ არ გაჩერებულა. ასე ვთქვათ, ვიწყებ ახალ პროექტს ძალიან მაგარ ბიჭებთან ერთად, ძალიან მაგარი პროდაქშენით. ეს პროექტი მალე გამოჩნდება თქვენს ეკრანებზე, თუმცა სანამ პროექტზე გეტყოდეთ, მანამდე რამოდენიმე პატარა ინფორმაციას მოგაწვით. პირველ რიგში ჩვენი KitchenBros-ის არხის გაჩერების მიზეზი იყო ის, რომ ფინანსურად ვერ შევძელით. ვერ შევძელით, იმიტომ რომ კარგად იცით, რომ ძალიან დიდ ფინანსებს, ფიზიკურ რესურსებს, შრომას, ფიქრს, წვალებას მოითხოვს კონტენტის კეთება და შესაბამისად ძალიან გაგვიჭირდა, რადგან აქამდე წელიწად ნახევარი, ცოტა მეტიც საკუთარი ჯიბით ვაფინანსებდით არხს და ბევრი კეთილი ადამიანის დამსახურებით, მათ შორის რომელიც იუთუბერები არიან და გვერდში გვედგნენ. რაღაცებით ვცდილობდით, რომ არ გავჩერებულიყავით, თუმცა რა ვიცი, მოხდა ისე, რომ უკვე შანსი აღარ იყო გაგრძელების. რადგანაც ადამიანის დიდად სპონსორებიც არ აქტიურობდნენ ჩვენი მიმართულებით. მაგრამ არსებობს ცხოვრებაში დაღმავალი და აღმავალი გზა, გავიარეთ ეს აღმართი, ყველამ ჩვენი გზა გავიარეთ რა თქმა უნდა და მე ვიწყებ ისევ KitchenBros-ის პროექტის კეთებას. ეს პროექტი იქნება ასე ვთქვათ, ისტორიული მნიშვნელობისა და ღირებულების სინემატიკურ ჟანრში და ეს ბიჭები დამეხმარებიან, რომლებსაც თქვენ რა თქმა უნდა ნახავთ ნენელა აუცილებლად ეკრანზე და თქვენთვის კარგად ნაცნობი სახეებიც აღმოჩნდებიან. რაც შეეხება პროექტს, პროექტი თვითონ უშუალოდ რა თქმა უნდა კულინარიულია. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგება. მუშაობთ უკვე სცენარზე, მუშაობთ გადასაღებ სივრცეზე, მუშაობთ რეკვიზიტებზე, ძალიან საინტერესო კონცეფციაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს მოეწონება. ხო, რაღა დამჩენია, ის უნდა გითხრათ, რომ არხი გამოიწერეთ. რომელიც ძალიან ესე YouTube-ურად მომენატრა რომ მეთქვა. კი, შეიძლება ვამბობ ხოლმე TikTok-ზე მათ შორის სადაც აქტიურად გადავერთე ის პერიოდი, რა პერიოდიდაც დროებით ჩავეხსენე YouTube-ს, თუმცა YouTube-ურად აი უკვე გადამოტრიალებულ ფორმატში საუბარი და არხი გამოიწერე, რაღაც სხვანაირ ემოციას მიტოვებს. მე ძალიან შემიყვარდა YouTube-ი, შემიყვარდით თქვენ მაყურებელი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ სათითაოდ ყველა, რადგან უდიდესი სტიმული და мотиваცია მომეცით თქვენ ცხოვრებაში, რის შედეგადაც ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგი ჩემი წარმატებისთვის, საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის და იმ სოციუმისთვის, რასაც დღეს ვაკეთებ. და ეს თქვენი დამსახურება, რომ არა თქვენ, რომ არა თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, შენიშვნები მათ შორის, რომელიც არაერთი იყო და ხშირად ვითვალისწინებდით, ვცდილობდით ყოველ შემთხვევაში გავითვალისწინებინა. მიმიყვანა იქამდე ამ ყველაფერმა, რომ დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე შემიძლია კონტენტი ვაკეთო და ვარ კონტენტ კრეატორი, გარდა იმისა, რომ ვარ შეგზარეული და სხვა დანარჩენი პროფესიების წარმომადგენელი, რომელიც რა თქმა უნდა ჩემს რეზიუმეში თამამად იჭერს თავის პოზიციას. შესაბამისად, ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება, კიდევ ერთხელ მადლობა იმისთვის, რომ მიყურებდით, იმისთვის, რომ მაკრიტიკებდით, იმისთვის, რომ მაფასებდით, იმისთვის, რომ ხარს მიჭერდით. მადლობა ბიჭებს, იუთუბერებს, ქართველებს, არ ჩამოვთვლი შეგნებულად ვინმე რო არ გამოგრჩეს. უდიდესი შრომა ჩადეს და უდიდესი ღვაწლი გაიღეს, მათ შორის ვიდეოგრაფებმა, რომელიც ბექსტეიჯში მუშაობენ სხვადასხვა იუთუბერებთან და ამ ბიჭებმაც ძალიან დიდი გაკვეთილი ძალიან დიდი გამოცდილება მომცეს და დღეს კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ 1500%-ით უფრო მეტად თამამი ვარ ჩემს თავთან მიმართებაში და თქვენთან მიმართებაში და 1500%-ით ვამბობ, რომ მე შემიძლია ვაკეთო საინტერესო და კარგი კონტენტი, ის YouTube-ური კონტენტი, რომელიც YouTube-ს ჭირდება. რა თქმა უნდა, ბევრი ხარვეზები იყო, ბევრი
ჩავარდნა გქონდა, ბევრი შეცდომა დაუშვით, თავიდან მარტომ დავიწყე კონტენტის კეთება და ძალიან რთული იყო ჩემთვის. ახალი ხილი იყო და არაფრის აზრი არ ვიყავი საერთოდ რა უნდა მეკეთებინა. თუმცა ამ გზამ მაჩვენა ის, რომ თურმე შენ შეგიძლია აკეთო ის, რაც გინდა. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ შენ ვინც მიყურებ, თუ გაქვს იმის სურვილი, რომ რაღაც შეცვალო შენ ცხოვრებაში, არასდროს არ დაფიქრდე იმაზე, რომ აი ეხლა რა ვქნა. არა, ადექი და უბრალოდ გააკეთე, ისე როგორც მე ავდექი ერთ კარგ დილას, გავიღვიდე და ვთქვი, რომ всё, მე ვიწყებ YouTube-ს და დავიწყე. დავიწყავთ როგორ დავიწყე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს როგორ დაიწყე. ეხაც ტელეფონით ვიღებ და ისეთ ესაუბრებით და საერთოდ არაერთი მნიშვნელობა არ ქონია, რომ აბა ამდენი კამერით გადავიღებ რაღაცას, ან როგორ ხმას ჩავწერ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, იმას ნენელა ექცევა ყურადღება, რომ ხარისხობრივად წინ წამოვწიოთ ტექნიკური საშუალებები და ეგ ძალიან კარგია და ძალიან საჭიროც არის. და ყოველდღიურად ვითარდება YouTube და ბიჭები რასაჩვევიან და გოგოები მათ შორის YouTuber-ები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ აი ამ მაგალითებით უნდა ხელმძღვანელოთ და შესაბამისად ეს ნენელა მოვა. რა თქმა უნდა, გააკეთე შენი გასაკეთებელი რა, უბრალოდ გააკეთე. აიღე კამერა, ტელეფონი, ნებისმიერი რამე საშუალება, რაც უბრალოდ იწერს ვიდეოს და წამებში შეიძლება შეიცვალოს შენი ცხოვრება ისე როგორც ჩემი შეიცვალა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამოიწერეთ ჩემი არხი, Kitchen Bros-ის არხი, ძალიან მაგარ პროექტს გიმზადებთ და დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო, მნიშვნელოვანი და ღირებული პროექტი ვაკეთო YouTube-ზე, რითიც გარკვეულწილად კულინარიულ ისტორიას დავწერ და თქვენ დაგამახსოვრებთ იმას, რაც ჩვენთვის, ჩვენი წინაპრებისთვის მათ შორის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული კულტურა. ხო და აბა დროებით მეგობრებო და მომავალ შეხვედრამდე.